კახეთში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე ვალუტის გაცვლით ოპერაციებს სისტემატურად ასრულებდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა ამოიღეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძო ჯამში ამოღებულია 4034 ლარი, 2617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257834 რუსული რუბლი და 87301 სომხური დრამი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.